ბაბუშკა, პარკი გინდა? 26 წელია დავდივარ, 26 წელია. და ყველას ვიცნობთ ერთმანეთს. თბილისში წმინდა გიორგის კარის ეკლესიის ეზოში პატარა შენობა დგას. აქ უკვე 32 წელია მოწყალების სახლი ფუნქციონირებს. უკვე 32 წელია აქაურობას მზია კაცაძე ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ მოწყალების სახლის ისტორია სოხუმის დაცემის შემდეგ დაიწყო. გამარჯობათ, როგორ ხართ, რა შევით? მაშინ ადამიანები დახმარების სათხოვნელად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან მიდიოდნენ. ზოგს სახლი არ ქონდა, ზოგს კარი არ ქონდა, ზოგს ან საცმელი არ ქონდა, ზოგს თქვა ჩავადნილი შვილები ყავდა და მისმა უწმინდესობამ მთხოვა, რომ ეს ადამიანები მიმეღო და შესაბამისად გამეცა მათთვის პასუხი. საბოლოოდ ილია მეორემ გადაწყვიტა, რომ წმინდა გიორგის კარის ეკლესიის ეზოში მდგარ შენობაში მოწყალების სახლი გაეხსნათ. აქ უნდა მიეღოთ განურჩევლად ყველა, ვისაც კი დახმარება სჭირდებოდა. მოწყალების სახლში ხშირად მიდიოდა თავად უწმინდესიც. თვითონ მისი უწმინდესობაც ყოველ ორშაბათს როგორც წესი გვსტუმრობდა მოწყალების სახლში. აქ მობრძანდებოდა და აი ესე ქვაბს ახდიდა. ნახავდა როგორი იყო ეს კერძი რაღაცნაირად და ერთხელ რამდენიმეჯერ ისიც ვთხოვა, რომ პატარა ქილაში გადმოვიღეთ და მეც მივირთმევ, ნახოთ თუ ესენი რას მიირთმევენ ეს გაჭირვებული ადამიანებიო. მადლობთ, არამუშავთ, გაიხარეთ. თუ კი სტუმარს მიიღებდა მისი უწმინდესობა შეხვედრაკო და ყველა სამოწყალების სახლს მიუთითებდა და იმ დროისთვის იყო ერთი ბრიტანეთის ელჩი და მისი მეუღლე. იმდენად შეგვიყვარა ამ ადამიანებმა, რომ ელისაბედ მეორის დაბადების დღე ორჯერ აქ გადაიხადეს ჩვენთან მოწყალების სახლში. ერთი კათოლიკე პადრეა, რომელიც მის უწმინდესობასთან მეგობრობდა და დღემდე ის ადამიანი ახლა საღდგომოდ კიდე გვწირავს კვერცხს და პასკას, ყოველთვის ჯერ ერთი დღე არ ჩაუგდია. საკვებთან ერთად აქ გასცემენ ტანსაცმელსაც. თბილის სამოსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზამთრის ცივ დღეებშია. მოწყალების სახლს ზოგი ერთჯერადად ეხმარება, თუმცა არიან მუდმივი შემომწირველებიც. შემოწირულობა ბენეფიციარებმა ილია მეორისგან მისი გარდაცვალების შემდეგაც მიიღეს. აი, მოდი და კიდევაც. 200 ცალია? კიდე ერთი არის და შემოიტანე. კიდე მოსატანია, ხო, კარგით. ეს არის ღვეზელები, 200 ცალი ღვეზელი, რომელიც საპატრიარქოდან დარეკეს და მისი უწმინდესობის დარჩენილი ხელფასით, პატრიარქის შემოწირულობა პირადად მისი დარჩენილი ხელფასით, რომელიც 4 დღე გაგრძელდება ეს შემოწირულობა ჩვენთან. ხმა მიკანკალებს ამას რო ვამბობ. 32 წლის განმავლობაში მოწყალების სახლმა რთული პერიოდები გაიარა. იყო დრო, როდესაც თანამშრომლებს სადილების მომზადება ზამთრის სიცივესა და ზაფხულის სიცხეში ეზოში დანთებულ ცეცხლზე უწევდათ. გაითიშა გაზი და რა თქმა უნდა სადილები ვერ გავიკეთე და სადილები ახლა ადვილი არ არის 50 ლიტრიანი ქვავები დღეში 10-15 გააკეთო იმის და მიხედვით რამდენად მომსვლელები იყვნენ და ეს დღე დაემთხვა ორშაბათს დღეს და არა გვაქვს სადილი გაკეთებული და მობრძანდა მისი უწმინდესობა და ასეთი რამ ბრძანა რატო პურს მარტო რატო გასცემდო რატო სადილებს კერძები რატო არ აძლევთო და თქვენ უწმინდესობა საქართველოში გაზი გაითიშა და როგორ გაგვეკეთებინა მეთქი მე ვთხარი ესე გავბედე და ესე ვთხარი და თქვენო მამა პაპური ადაწესები დაგავიწყდათო ზედადგარები გააკეთეთო ეზოშიო და ყველა აქ მომსვლელს თხოვეთო რომ ქუჩაშიო არც ერთ ნაფოტს გვერდი არ ჩაუვარონო და მოზიდონ თქვენთან აქ რომ ცეცხლი დაანთეთო და გარეთ გააკეთოთ ეს სადილებიო და გარკვეული თითქმის 1-2-3 წელი გარეთ თანამშრომლებს გვიწევდა პაპანაკებას სიცხეში და ზამთრის უსხიან დღეს სადილების გაცემა ამ უპოვარი ადამიანებისთვის. ზია კაცაძესთან ერთად აქ კიდევ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათ შორისაა ირმა ქარცხია. ის სოხუმიდანაა მოწყალების სახლის შესახებ მეგობრისგან შეიტყო და უკვე 32 წელია აქ არის. იხსენებს იმ დღეს, როდესაც პატრიარქს პირველად შეხვდა. ქალბატონ მამზიამ ჩათვალა, რომ თანამშრომლები წარედგინა უწმინდესისთვის. როდესაც უკვე ჯერი მიდგა ჩემზე, რომ ჩემი თავი წარედგინა, უწმინდეს მოუყვა, რომ მე სვანეთით გადმოვედი ჭუბედით კოდორის ხეობით და რო გაიგო ჩემი ისტორია უწმინდესმა აქვითინდა იმდენად მტკივნეული იყო აფხაზეთი უწმინდესისთვის. მოწყალების სახლი მოქალაქეების კეთილნებაზეა დამოკიდებული და შემოწირულობებით საზრდოობს. ამიტომ ერთი ადამიანის შემოწირულობა მნიშვნელოვანი 1000 ადამიანისთვისაა.
აქ ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბენეფიციარს ეხმარებიან, თუმცა ისეთი დღეებიც ჰქონიათ 300-მდე ადამიანი რომ მისულა. მოწყალების სახლში დახმარების მიღება ნებისმიერ მსურველს ყოველდღე 12-დან 5 საათამდე შეუძლია.